კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მაგრამ რეჟიმის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მიმართულია კიდევ უფრო მეტად გაამყარონ ავტორიტარიზმი, სწორედ მათ შორის იქნება ეს დაუშვათ მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტი, იქნება ეს კომისია, იქნება ეს დაუშვათ გრანტებთან დაკავშირებული ცვლილებები, იქნება ისეთი ტყუილების გამოყენება, რომელზედაც მე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ რა ასე ვთქვათ გარემოს ქმნის, ხომ? ეს ამ ნაბიჯებით რეჟიმი თავისი კომფორტის სივრცეს მაქსიმალურად ივიწროვებს, ხომ? როდესაც ხელისუფალი ეგრეთ წოდებული დგამს ავტორიტარიზმის გასამყარებელ ნაბიჯებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მას ძალიან ეშინია და ძალიან უჭირს. სხვაგვარად ეს არ იხსნება, ხომ? იმიტომ რომ დღითი დღე საზოგადოების კიდევ უფრო დიდი ნაწილი ხედავს როგორც ცდილობს რეჟიმის გამყარება სხვადასხვა ნაბიჯებით ოცნება და ამავდროულად ეს თავის მხრივ რა თქმა უნდა განპირობებულია იმ უზარმაზარი წნეხით, რომელიც ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ და ქვეყნის გარეთ ჩვენმა მხარდამჭერებმა შექმნეს და ეს წნეხი იზრდება და იზრდება. ეხლა ისტორიული იმპერატივია ესე ვთქვათ, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში რეჟიმების სიცოცხლის უნარიანობა ძალიან შეზღუდულია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ერთადერთი, რასაც ეს ეფუძნება, არის მხოლოდ ფინანსური რესურსი იმ ოლიგარქატის, იმ 25 ოჯახის, რომელიც სპონსორებს წარმოადგენენ რეჟიმის და ეს სანქციებიც, ფინანსური სანქციებიც ყველაზე მწვავად იმიტომ ხდებათ მათ, ყველაზე მეტად იმიტომ აქვთ ამაზე, ესე ვთქვათ, რეაქცია, ხო, იქნება ეს მაგალითად გაერთიანებული სამეფოს მხრიდან დაწესებული სანქციები თუ სხვა მომავალი ფინანსური სანქციები, რომ ერთადერთი რაზეც მთლიანად ეს რეჟიმი დგას, ეს ხო არ არის იდეოლოგიური რეჟიმი, ეს არ არის რაღაცა სხვა ფორმა ავტორიტარიზმის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფულზე დახარბებული და ძალაუფლებაზე დახამებული ადამიანების ცდელობა რეჟიმის შექმნის და რა თქმა უნდა, როდესაც ეს ფინანსური, ესე ვთქვათ, ბერკეტი მათ ჩამოეშლებათ და ეს აუცილებლად მოხდება, მთელი ძალისხმევა ამაზე ახლა მიმართული, ბუნებრივია ეს მათ მიერ მიღებული რაღაცა რეპრესიული კანონები პრაქტიკაში ვერაფრით ვერ შეუნარჩუნებს მათ ძალაუფლებას, იმიტომ რომ ახლა არ არის 2000-იანი წლები ან 90-იანი წლები და საზოგადოება ძალიან კარგად უყურებს ამას. მე ერთადერთი ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად აქცენტირებულად ვისაუბროთ ყველა მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა სამოქალაქო საზოგადოებამ იმ ნიუანსებზე, რაც თუნდაც აი ამ საგამოძიებო კომისიის უკან დგას, რომ ოცნებად თავის მხრივ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნით რას აჩვენებს, ხომ? თავის ამომრჩეველს ეუბნება, რომ იმდენად უუნარო და უსუსური იყო ამდენი წლის განმავლობაში, რომ წინა რეჟიმის მიერ, ესე ვთქვათ, რაღაც ჩადენილი დანაშაულები და სამართლიანობის აღდგენა ვერ მოახერხა, ვერანაირი სხვა გზით, ვერ მოახერხა ის, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონკრეტული პირებისათვის და ერთადერთი დარჩა გზა, რომ ფაქტობრივად დემოკრატიული სახელმწიფოს ავტოკრატიად გადაკეთების ფასად მოახდინოს წინა რეჟიმის დანაშაულების პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს კომისია. აი ამას ემსახურება, ეს ხა 1000-ნაირად შეუძლია ჩვენ ინტერპრეტაცია გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ეს არის ავტოკრატიული ბერკეტი მაშინ და მხოლოდ მაშინ, განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა ვთქვა, როდესაც მაგალითად მიშას ნაცებს ეძახიან კომისიაზე და ბიძინას ნაცებს არ ეძახიან. აი ბუტარობაქიძე იქნება ეს თუ გირგვლიანი იქნება ძალიან მძიმე შემთხვევები, ძალიან მძიმე დანაშაულები, რომელიც წინა რეჟიმის დროს მოხდა. ამ ესე ვთქვათ, დანაშაულებთან ზოგადად დაკავშირებულ იმ ადამიანებს, რომლებიც წინაზე დაუშვათ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდნენ, პოტენციურად შეიძლება ინფორმაციას ფლობდნენ და სავარაუდოდ შეიძლება დანაშაულთანაც კავშირი ჰქონდეთ, დღეს ამ ქართული ოცნების ხელისუფლების შემადგენელი ორგანული ნაწილები არიან და ამ ადამიანებს არ ეძახიან. ამიტომ ვამბობ, მე როცა ვთქვათ, განმარტებას ვაკეთებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო მეტი სისუსტის ჩვენება მათსავე ამორჩევლისთვის, რომ რეჟიმი ერთადერთი ესე ვთქვათ შესაძლებლობით ცდილობს ვითომ ფსევდო სამართლიანობის აღდგენას და ეს მათი უნიათობის ფონზე არის აი რაღაც ესეთი კომისიების შექმნა და სანახევროდ სიმართლის საუბარი ესე ვთქვათ. ეს არის მცდელობა შეხსენება საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ ასეთი ცუდები იყვნენ ჩვენს წინ
თუ კიდევ უფრო მათ სხვა შორის ეს პროპაგანდის იმიტომ ნაწილი. რომ როდესაც თქვენ საუბრობთ რომ 12 წლის განმავლობაში თუ ეს ვერ გააკეთე, ესე იგი უნარო ხარ და ახლა თუ იწყებ, წესით ეს კითხვა ხომ უნდა უჩნდებოდეს ქართული ოცნების ამ მომრჩეველსაც რომ 12 წელისად იყავი. ეს კითხვა ხომ ოცნების ამ მომრჩეველსაც უჩნდება? დიახ, ამას მარტავ, მაგრამ ზუსტად რომ რა თქმა უნდა უჩნდებოდეს და უჩნდება კიდევაც ბევრს, როდესაც ამ ყველაფერს უყურებს და ხვდება რომ ამდენი წლის ფაქტობრივად მანძილზე რამდენად უნარო ყოფილა ოცნება, რომ აი ესეთ ფასად აკრძალვით, კრიტიკული აზრის ჩახშობით, რეპრესიული მექანიზმებით უპირისპირდება წინა რეჟიმის დანაშაულებს და თან უპირისპირდება ესე მოჩვენებითად კომისიითაც მათ შორის, როდესაც ვინც აწყობს პროპაგანდისტულად ის მოყავს და ასაუბრებს, ამ შემთხვევაში თანამდებობის პირებზე მაქვს საუბარი და ვინც მათ რიგებშია გადმობარგებული და სავარაუდოდ კავშირი ქონდა ყველა იმ ძალადობრივ ეპიზოდთან და დანაშაულთან, იმათ საერთოდ ვერ ეძახეს, ამის გამბედაობაც კი არ აქვს. იგივე ხდება, აი ზუსტად იგივე და ერთი წინადადებით უნდა თქვა რამოდენიმე წინადადებით უბრალოდ. აი ნახეთ რისი თქვა მინდა საბოლოო ჯამში ჩემი მთავარი დღის გზავნილი რა არის? რომ ის ნაბიჯები, რასაც ოცნება დგამს რეპრესიის მიმართულებით, კომისიიდან დაწყებული, მედიის შეზღუდვით დამთავრებული, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მოქმედებს, რომ საზოგადოება, ჩვენი საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწორი მიმართულებით მივდივართ ყველანი, იმიტომ რომ მაქსიმალურად ესე ვთქვათ, თავდაცვის რეჟიმშია გადასული ხელისუფლება და მაქსიმალურად იზღუდავს თავისივე ტოტის სიჭრის რაზედაც ზის ფაქტობრივად და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ჩვენი, ანუ საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების გამარჯვებით. მადლობა, ბექალუ ლილუაშვილს